უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე ზურაბ ნოღაიდელი რუსულ ფულს ტელეკომპანია მაესტროსთვის ეძებდა დღეს ქრონიკის მიერ დასმულ შეკითხვებს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა თავის არიდება ვერ შეძლო. ნოღაიდელის თემა ასევე აქტუალური იყო სერგეი ლავროვის წლის შემაჯამებელ ბრიფინგზეც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმდინარე თანამშრომლობით კმაყოფილება გამოთქვა. ვინ გახდება ზურაბ ნოღაიდელის იდეოლოგიური პარტნიორი საქართველოში და როგორ გამოეხმაურა მორეგ რუსულ საყუარას ესტონეთში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნახეთ ზურაბ ხვისტანის სიუჟეტში. ზურაბ ნოღაიდელმა, რომელსაც ინტერესი ტელეკომპანია მაესტროს მიმართ უკვე დიდი ხანია გააჩნია, არ უარყო რომ დაფინანსების მოპოვებას სწორედ მაესტროსთვის ცდილობდა. ახალი კი ამ ამბავში ის არის, რომ თუ მანამდე რუსული ფულის მისაღებად უკრაინაში ნინო ბურჯანაძე მიემგზავრებოდა, როგორც ჩანს დღეს მოსკოვი ფსონს ზურაბ ნოღაიდელზე დებს. რუსული ფული ოპოზიციური ტელეკომპანიის დასაფინანსებლად მაშინ გამოჩნდა, როცა საქართველოში რუსულენოვანი ტელეკომპანია პერვი კავკასკი ამოქმედდა. მის ეთერში გასვლას კი რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ხმაური მოჰყვა. დაიფინანსებინა ტელეკომპანია მაესტროს მატრიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა და სატელევიზიო რომდენიმე აპირებთ ამ მის საიტი ბლოკ შენახვას ეს ხვალე უკვე მედიაში გამოჩნდება გარკვეული მასალები. რატო ვინახავ ამ საიტს? როდის ტელეკომპანია მაესტროს თუ მაესტრო გადაწყვეტს ამაზე ისაუბრებს თვითონ გააკეთებენ საბოლოო ჯამშიც შედეგი იქნება მიღწეული განცხადებებს თუ რა და როგორ უნდა მოხდეს. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი ტელევიზიების ტექნიკურად აღჭურვა. თუმცა მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია მაესტროსთვის დაფინანსების წყარო მთავარი თემა არ ყოფილა. ბრიფინგზე ნოღაიდელი დღეს ახალ იდეოლოგიურ პარტნიორებთან ერთად წარსდგა. ახალი თანამოაზრეები პრაიმერის ჩატარების დეტალებზე 15 წუთში შეთანხმდნენ და ჟურნალისტებთან სასაუბროდ გამოვიდნენ. კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა კახა კუკავამ და ხალხის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ალეკო შალამბერიძემ ახლად შეძენილი ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მსგავსად ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში ჩასვლა და კონსულტაციების პირადად გამართვა არ გამორიცხეს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება წასვლას შეხვედრასთან და ყველაფერთან დაკავშირებით. მიგვაჩნია პრობლემების მოგვარებას არ უნდა გაექცე და უნდა გადაწყვიტო იქ, სადაც ეს პრობლემის სათავე არსებობს. მომავალში გამორიცხული თეორიულად არაფერი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე მოლაპარაკებები ეს შეხვედრების გამართვასთან დაკავშირებით არ წარმოებს ჩვენთან. ქართული პოლიტიკური სპექტრის ნოღაიდელის გარშემო დარაზმვა და მათი შეხედულებები დღეს ოკუპანტი ქვეყნის მთავარმა დიპლომატმაც მოიწონა. ნოღაიდელის თემა დღეს სერგეი ლავროვის წლის შემაჯამებელ ბრიფინგზეც აქტუალური იყო. რაც შეეხება კონტაქტებს ბატონ ნოღაიდელთან და საქართველოს სხვა წარმომადგენლებთან, ჩვენ მათ არასდროს გავურბოდით. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ჩვენი ბრალი არ არის, რომ ოფიციალური კონტაქტები ჩვენ შორის ძალიან მწირია, მაგრამ არასდროს არ აგვიღია ვალდებულება, რომ არ უპასუხებთ თხოვნებს შეხვედრის თაობაზე. საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, რა სურთ მათ, ვისაც რუსეთთან ლაპარაკი უნდა და არა მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთის მოქალაქეების დახოცვის ბრძანებებს იძლევა. საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში ბოლოდროინდელ ტენდენციებზე კომენტარი დღეს ესტონეთის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. ვირს რო წინ დაუკიდებ თივას და ესე წამოიყვან, რაზეც გინდა ამ წინ თივის და სატყუარას ქნევით. აი ეხლა მოდი გვინო შემოუშვებ, აი ეხლა მოდი ფრენებს აღვადგენ, აი ეხლა მოდი ვიზებს მოგიხსნით, აი ეხლა მოდი ტერიტორიებს დაგიბრუნებთ და ეს გაყვება ამ სატყუარას ჩვენი ხალხი როგორც მას წარმოუდგენია. ის ხალხი ვინც იქ დადის მასთან შეიძლება მართლაც აგონებდეს მას რომელიმე მისთვის ნაცნობ ცხოველს. მაგრამ საქართველოს ის არ იცნობს და არ იცის რა არის ქართველი ხალხის გონიერება, ღირსება, რაციონალური აზროვნება და ასევე გამბედაობა. მოსკოვის კეთილგანწყობისა და პოლიტიკური მიზნებისთვის დაფინანსების მოპოვების ეს პირველი მცდელობა არ არის. დღემდე საქართველოს საზღვრებს გარეთ ჯერ ნინო ბურჯანაძე, შემდეგ კი ლევან გაჩეჩილაძე გაემგზავრნენ. თუმცა კრემლი ქართულ პოლიტიკაში ამინდის შემქმნელად დღეს სულ სხვა პოლიტიკოსს მოიაზრებს.